გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. არის ასეთი პიროვნება ტორესა მოსი, პუერტო-რიკელი ან სალვადორელი არ გეგონოთ. აქაური ჩვენია, ქართველია. თავისი ნამდვილი გვარი სახელი ეტყობა არ მოსონს, რადგან არ ჟღერს დასავლურად და ამიტომ მოლათინურ ამერიკული მეტსახელი აიღო. ამბობენ რომ წერალიცაა. ისე იგი ჩვენს ქვეყანაში მწერლების რაოდენობა მგონი უკვე კითხველების რაოდენობას გაასწრო და ეს გასაგებიცაა, საკუთარი ტექსტის დაწერა ხომ გაცილებით იოლია ვიდრე სხვისი ნაწერის კითხვა. მაგრამ ეს არაა მთავარი. და იმ დღეს, როდესაც ამერიკელებმა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბეს, ამ ტორესა მოსმა წამოყო კარგახნის დავიწყებული გაბურძუნული თავი და საკუთარ Facebook გვერდზე უნატიფესი პოსტი გამოაცხო. მან ინატრა რომ ამერიკის სასაზღვრო ჯარებმა ხმელთაშუა ზღვიდან ერთი ტომაჰავკი მაინც გვესრულონ და ამით დაასრულონ საქართველოში არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია. დიდებული ტექსტია, მეგობრებო. ნამდვილად ისეთი ჰუმანისტ მწერალს რომ შეეფერებოდა. და მე აყვირდა მთელი ჩვენი Facebook-ეთი, აყვირდა, მაგრამ რა აყვირდა? ვინ არ გაკრა ტორესას კბილი წიხლი სიტყვა და მუჯლუგუნი? სრულიად გასაგები ამბავია, რატომ გაკრეს. მეც მინდოდა რამე ამ დაგვარის თქმა, მე გადავიფიქრე და გვერდიდან შევხედა ამ ამბავს. ეს ტორესა მოსი თავის თავს წერალს უწოდებს და ალბათ არა მხოლოდ წერა, მას კითხვაც ეწოდინება. საინტერესოა ბავშვობაში ასეთ რა წიგნებს კითხულობდა ეს მწერალი, სადაც მოიკითხა ამგვარი სიბინძურე, ამოიკითხა, დაიმახსოვრა და გაითავისა. სიკვდილის თემა ძალიან სათუთი და ფაქიზი თემაა. ბანალობას ვიტყვი, რომ სიკვდილი არავის უნდა უსურვო, რაც არ უნდა მოხდეს. იყო კარგი რუსი პოეტი ბარის ჩიჩიბაბინი, საბჭოეთის დროინდელი. ერთხელ მან გამოთქვა აზრი, რომელიც ძალიან მომეწონა და დავიმახსოვრდა. მეზიზღება კომუნისტების მმართველობა, მაგრამ თუ კი მათ დახვრეტას დაიწყებენ, მე კომუნისტების მხარეზე დავდგებიო. რა ადამიანი უნდა იყო ვინმეს სიკვდილი რომ ინატრო? მით უმეტეს თუ კი მწერლობაზე გაქვს პრეტენზია. ხომ წარმოგიდგენიათ, კაცი საკუთარი ქვეყნის დაბომბვას რომ ნატრობდეს. ოღონდ დარწმუნებული ვარ, ისე ნატრობს, თვითონ რომ არაფერი მოუვიდეს. მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების სიკვდილი უნდა, ვინც მას, როგორც ის ალბათ თვლის, ცხოვრებასა და მოღვაწეობაში უშლის ხელს. უბედური ადამიანია ჩემი აზრით. აბა ამაზე დიდი უბედურობა რა უნდა დაემართოს სულიერს, როდესაც ის სხვის სიცოცხლეს ასე იოლად ეთამაშება. ამბობ რომ მწერალი კაცი ხარ და ყველა არსებული წესითა და რიგით თავში რაღაც აზრები უნდა გიტრიალებდეს. მთლად კურკუმალ ვაითისებრი არ უნდა იყო და როგორ გონია შენი ასეთი საჯარო მოწოდება ხალხს, ანუ შენს პოტენციურ მკითხველს მოეწონება? ფიქრობ რომ მაგარი ბიჭი ხარ და ხალხში შენი პოპულარობა გაიზრდება, რომ ხალხი იტყვის აი რა კარგი რამე თქვა ჩვენმა მგოსანმა მორიც ტორეზმა და ნეტავი ამერიკამ მართლა გბუთქოს. ოღონდ რასაკვირველია ჩვენ კი არა, არამედ იმათ ვინც ტორეზას არ უყვარს. სხვათა შორის ასეთების რიცხვი, ვინც ტორეზანთ მოსებს არ უყვართ, 1,200,000-ია. მან ძალიან ვასერიოზულებ ტორესა მოსის მნიშვნელობას ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ზოგჯერ გაკვირვებას ვერ მალავ იმის გამო, რაც ჩვენ გარშემო ხდება. როდესაც პათოლოგი ნაცები ბომბებსა და სისხლს ნატრობენ, ლომჯარია, ჩერგოლეიშვილის ნაირები, ეს აღარ მიკვირს და მათ, როგორც შერყეულებს, ისე უყურებ. მივეჩვიე კიდეც მათ ასეთ პერფორმანსებს და ალბათ უფრო გამიკვირდებოდა საპირისპირო სურვილები რომ გამოეთქვათ. მაგრამ სისხლის მოყვარულთა კლუბში ახალი სახეების გამოჩენა ჯერჯერობით მაინც მაოცებს. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, ტორესას აუცილებლად ექნება გაცნობიერებული, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და მისი სურვილი რომ ასრულდეს, ანუ საქართველოს ვინმე ძლიერმა ამა ქვეყნისამ რამე ფეთქებადი დაარტყას, სადაა გარანტია რომ ის მოხდება მას, ვინც ტორესას უნდა და არა პირიქით. ზუსტი მოხვედრის გარანტიას დღევანდელ რეალობაში მამაზეციერიც ვერავის მისცემს, ხო და
გასაგებია რომ ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მხოლოდ საზიზღარი და უსუსური ეპატაჟი. იცის ტორეზამ რომ არავინ არაფერს გვესვრის, ამიტომაც ყოყოჩობს. შავი პიარი ხო მაინც პიარია. მეგობრებო, ტორესებმა რაც არ უნდა ისაზიზღრონ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ნერვები არავიშველოთ და გავატაროთ. გვახსოვდეს რომ ძაღლი ყებს, ქარავანი კი მიდის. თუმცა ძაღლთან ამ უმანკო და ერთგულ არსებასთან შედარება სრულიად არაა კორექტული. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.